ქალს ხელი როგორ დაარტყი ბიჭო რუს გოგოს ხელი როგორ დაარტყი შენ მამა შენმა თუ არა ბაბუა შენმა მაინც არ გასწავლა რომ რუს მხოლოდ უნდა გადაუძაღლო ეგ ხუმრობით ახლა ცოტა გავასერიოზულოთ იმ ბის გოგოს ხელი დაარტყა მე არც ვამტყუნებ არც ვამართლებ და ვიღაცები ნუ გამომიხდები და მის ან დაცვას ან გამტყუნებას უნდა მისწრებს ეგ არ მაინტერესებს მაგ მიზნობრიობით არ ვწერ ახლა ამ ვიდეოს სხვა რაღაცის თქმა მინდა მე ისე მაგ ბიჭის სასარგებლოდ თუ გაინტერესებთ რას ვფიქრობ წარმოიდგინეთ ახლა ომში ხართ და ხედავთ სნაიპერ ქალს სნაიპერია შენი მტერია გესვრის და კლავს ამ შემთხვევაში მას მოკლავ თუ არ მოკლავ ანუ ის რომ ქალია მის ქალურობას გაითვალისწინებ ის რომ მტერია შენი უბრალოდ და ქალია თუ კაცია თუ აკაროი სქეს ხო არ აქვს მნიშვნელობა ანუ მოკლავ ხო და შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ის იმ მომენტში ქალს კი არ ურტყამდა ხელს მტერს ურტყამდა რომელიც თავის ქვეყანაში ჩამოსულია და იმის მაგირო თუ თავდახრილმა იაროს და საერთოდ არ ჩამოვიდეს სიცხვილით სიტყვაზე იმის მაგურად გვებლატავება აქ და რავი და ის არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა სერიოზულად ერთი მხარე თავის მხრივ იმართლებს თავს ესენი აქით იმართლებენ და მოკლედ მე რეალურად არ ვიცი იქ რა მოხდა და შესაბამისად აქიდან გამომდინარეცად არ დავიწყებ იმას არც დაცვას და არც რა ქვია გამტყუნებას მაგრამ მოკლედ როგორც ქართული მხარე ამბობს თავზე წყალი დაგვასა რაღაცებიო და ამას რო გაიკეთებენ ძმის ქორწილში ხო თუ რაც იყო ქორწილი ხო ერთხელ ხდება ახლა ყველა შახივით და 1000 ჯერ ხო არ ქორწინდება ხო და ცხოვრებაში ერთხელ ხდება ის ძირითად შემთხვევაში და მასაც ჩაგაშხავებენ არავინ არ ვიცით იქ ჩვენ რას ვიზავდით იმ ბიჭის ადგილზე ანუ აფექტივ მდგომარეობაში მე ახლა ამ ჭკუაზე და ამ აზრზე რო არ ვფიქრობ რომ არ დავარტყამდი ქალს ხელს არ დავარტყამ იმ კაცის დედა შევეცი ვინც ქალს ხელს არ ტყავს მაგრამ იმ ბის ვფიქრობ რომ ქალს კი არ ურტყამდა ხელს მტერს ურტყამდა ხელს და ისე მაინც ახლა მუშტი არ უნდა დაერტყა სილა მაინც გაეწყდა სიტყვაზე არა ეგ არ არის გამოსავალი არც სილა არ უნდა გაეწყდა მაგას არ ვამბობ მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ ქალს კი არა მტერს ურტყამდა მაგრამ კიდევ ვიმეორებ არც ვიცავ იმ ბიჭს არც ვამტყუნებ ეგ არ მაინტერესებს სხვა რაღაცა მიზნობრიობით ვწერ ამას ახლა რა არის ეს სხვა რაღაცა თავიდან რო დავიწყე გადავი ბაბუებმა ესა მამამ თუ არა ბაბუამ არ გასწავლა მეთქი იქ ახლა ეს პოსტები როიდებოდა ამ ვიდეოს იმის რა ქვია ამ ბიჭის შესახებ ვიდეოები როიდებოდა ეს რაც იყო ამოჭრილი იყო თლიანი ბევრი წერდა ანუ ბევრი კომენტარი ნახებს გავსი რომ რა კარგია ახალგაზრდა ქართველები ანუ ბიჭებზე ლაპარაკი ბიჭები იგულისხმება რომ ამ სლავ გოგოებზე არ იკეტებათ ამ ქართველ ახალგაზრდა თაობასო ახლა გეტყვით რატო გვეკეტება ჩვენი ძიგინ ძველ თაობას და გინდა ჩემი თაობის და ან მომდევნო თაობის ხალხს რუსებს აი გვეკეტება რომ ჭყალებში თქვათ რა დღევანდელ სოციალურ ქსელებში სუპერნაშები რო არიან აი ასე დავარქვათ ცოტა უხეშინო თქვა სუპერნაშები მაგრამ მაგარი გოგოები რო არიან ხო იცით აი სუპერ გოგო ქართველი ქალისნაირი ლამაზი მინდა მაგრამ ხო არის განსაკუთრებით ლამაზები კიდე ამ ქალების აი ეს ქალები 98% ალბათ არის ფულიანების პოლიტიკოსების მსახიობების, მომღერლების, სპორტსმენების, არაბების, ზანგების, ფულიანების მოკლედ რა. ჩვენი ანუ ჩემნაირი უბრალო ადამიანების და თუნდაც ცოტა უკეთესების ეგენი არ არიან. იშვიათად ხო, მაგრამ მოკლედ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ მათზე ხელი არ მიგვიზრდება, იმიტომ რომ არ ვკადრულობენ. ელემენტარულ თუნდაც იაფასიანი რაღაცა ერთუჯრედიანი ისიც რო დაუწერო კომენტარად, რა ქვია, კომპლიმენტი, ხო, ლაიქსაც არ დაგისვამენ, ანუ არ ვკადრულობენ ეს გოგოები, გამიგეთ? ამიტომ გვეკეტება სლავ გოგოებზე. ანუ იმნაირი სლავი გოგოები ბევრად ადვილი კი არა. ერთი თითის გატკაცუნებით დასათრევია, ვიდრე ქართველი, აი ესეთი ქართველი. ხო და ახლა გემოვნება შეიძლება დაბალი კლასის წარმომადგენელი ვარ სოციალური სტატუსით, მაგრამ გემოვნება მეც მაგ ბატონო ახლა ფული თუ არ მაქვს, გემოვნება ხომ აქვს. ამიტომ გვეკეტება რუსებზე. და თქვენ ახლა იქ ადრესს იწერებოდა და ახლა იწერება რომ აი რუსებისკენ იწევა ქართველებიო და ეჭვიანო თან ის რა ქვია ჭერლოპეპალან ნურს გაფრინდები ნურს მოფრინდები კაცო თქვენ არ გვაძლევთ წავედით და რუსს მოვთხოვეთ და მოხც ადვილად რუსმა აქალა სტენკას დავდგამო არ თქვა ამიტომ გვეკეტება რუსებზე უკრაინელებზე სლავებზე ზოგადად გამიგეთ ხო და მაშინ უღარეჭვიანო და არ გვაძლევთ უღარეჭვიანო დაგვანებეთ თავი რა ანუ ეს იყო ჩემი მიზნობრიობა
რომ აი უი რა კაია რომ ქართველ თანამედროვე მამაკაცებს არ ეკეტება სლავებზეო არა იმიტომ გვეკეტება რომ მიზეზი არის ეს რომ თქვენ არ უკადრულობთ ჩვენ ქართველებს ზანგები და ასე შემდეგ გინდა თქვენ ფულიანები და ასე შემდეგ არ ვარ ბატონო ყველა ეს ზანგი და ფულიანი და სპორტსმენი და ეს და პოლიტიკოსი და რა გავაკეთოთ კაცო ამის თქვა მინდოდა მეტი არაფერი და იმ ბიჭს მე არც ვიცავ არც ვამართლებ მაგრამ აი ახლა გამართლება ვცადე რომ იმეც ვიტოვებ მეთქი ვფიქრობ ჩემი აზრია რომ რუსისა გოგოს კი არ ურტყამდა მტერს ურტყამდა და არავინ არ ვიცით კიდე იმ მომენტში ჩვენ რას ვიზამთ თორე ქალის დარტყმას რომ გამართლება არ აქვს ახლა მაგას რა თუნდა ორი აზრი არასდროს არ გავამართლებ ქალზე დარტყმას კაცო